2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართება. კომისიის წევრები ბესიკ ხარძიანის გახმაურებულ საქმეს შეისწავლიან. ხუმრობას არ ვაპირებთ და ყველა პირი, ვინც განსაკუთრებით წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილსინებებს და მობრძანდება კომისიის წინაშე და მე არ იტყვის, რომ არ ვიცოდი, რომ თურმე სასჯელი არსებობდა საკმაოდ მკაცრი ამისთვის. არ იქნება სწორი, რომ არ დავიწყო მადლობით, დღევანდელი ჩემი სიტყვა, კუწფელი მადლობით. მადლობა იმისათვის, რომ როგორც იქნა, ეს კომისია შეიქმნა, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილის ფორმატში აღჯდომა და ამაზე თქვენ წინაშე საუბარი ძალიან რთულია, ხოლო მეორე მხრივ მე ამაყი ვარ, დავაწეული ბზი ვარ ამ სკამზე, ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი და არ ვზივარ საბრალდებო სკამზე. ამისთვის მადლობა მამაჩემს. ძალიან კარგი იქნებოდა თქვენი კოლეგა ოპონენტები, მე მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, რომ ის ვაჟბატონები და ქალბატონები აი აქ ყოფილიყვნენ დღეს. ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად ექნებოდათ იმის გამბედაობა, რომ ჩემთვის თვალებში შეეხედა და ჩვენაირი ხალხისთვის, რომლებიც აქ მრავლად მოვლენ, დარწმუნებული ვარ და ბევრი არის ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, მაგრამ მათ ამის გამბედაობა, რა თქმა უნდა, არ ყოფნით და ფაქტის სახეზია რა, იმიტომ რომ მე ბევრი კითხვა მექნებოდა მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ისინი მე პასუხს ვერ გამცემდნენ. ისინი დღეს მე არ მინდა რაღაც პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, დღეს ამისთვის აქ არ ვარ, მაგრამ დღეს ისინი დაკავებულები არიან ჩემნაირი გოგო ბიჭების ახალგაზრდა მომავალი თაობის, მე ჩემთვის ახალგაზრდას ვეძახი რა თქმა უნდა და მათი სისხლის მოწამვლით არიან დაკავებულები სრული ამ ტყვის მნიშვნელობით და სამწუხაროდ რა. ბესო ხარძიანის ისტორია იწყება სადღაც 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილმა, იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა ესე იბარებდა ბიზნესმენებს, რა უნდა და ეხა ბესო ხარძიანს ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდა და მის კაბინეტში ბესო ხარძიანს არ ვიცი, მაგრამ ეს დაიბარეს. პირდაპირ განუცხადეს, რომ კუსტბაზე რომ სიხარ, კუსტბა მოგეხსენებათ ყოს ხა ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის და განუცხადა პირდაპირ რომ უნდა გადაიხადო თანხა. ეს თანხა დაუსახელა 5 მილიონი დოლარი იყო და მოკლედ, როდესაც გაიაზრა უკვე მამაჩემა რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და დაიწყო ამ თანხების მოძიება. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. ამ კომპანიის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, მაშინ არსებობდა ესეთი კომპანია. იძულებული გახდა რომ კუსტბა ჩაედო ამ კომპანიაში და ამ თანხის გადახდა მოხერხდა. შემდეგ უკვე 2011 წლის 16 ფებრუარს მამაჩემს აჩერებენ ვარაზის ხევში, აი იქ სადაც ესტაკადა მთავრდება, დაახლოებით იმ ადგილას აჩერებენ სოდის და კუდის თანამშრომლები. მაშინ იმ წლებში არ იყო 2011 წელია ამდენი ვიდეო თვალი და ის ამ ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს, არსებობს 10 მოწმე, რომელიც 10-ვე არის თანამშრომელი. გადმოაგდეს მანქანიდან. პირველად როცა წყალში გარეული, ეგრეთ წოდებული, მე გავიგეთ, ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, ბოდიში და ის გადმოაბრუნა უკან და მოკლედ იძულებით მეორეჯერ, მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს ეს ნარკოტიკული საშუალება. 2011 წლის 18 ფებრუარს უკვე შეასახლეს კლდანის მერვე საპყრობილეში. ერთი ჩემხელა ბიჭი ეჭდა მამაჩემს, მე ის გამოვიდა, იმ ადამიანს მართლა ჰქონდა დანაშაული რაღაცა და მე გამოვიდა და შემხვდა მამაჩემმა უთხრა გაეცანიო, შენ ხელა ბიჭი მყავსო და გაეცანიო და რო გამეცნო, პირველი ის მითხრა, ვინ ყავს მამაშენს ესეთი მტერი, ორი ყვირა მოგვიწია ერთად ამ каранტინში და მის გამო თელ ამ პატიმრებს გვცემდნენ. დავალება მოდიოდა
გიორგი უდესიანისგან. ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა. გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, მოგიხსენებათ, ზედმეტ სახელად კილერა, ის იყო ადამიანი, რომელიც ტყუების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში და აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს და მათ შორის ჩვენ საქმეშიც დევს. გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა. დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს იმ პერიოდში, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოიყვანა თითო პატიმარი. დაავალეს ამ პატიმრებს ბესოხარძიანის ასე ვთქვათ, წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა. გიორგი უდესიანის მიზანი იყო, რომ დაახლოებით, ასე ვთქვათ, 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა. ამ შემთხვევაში კუსპის წილები იცულების წესით მიეღო და ძალიან ეს მანქანა ჩართვა, ციხის მანქანა ჩართო. წავიდა უკვე ზეწოლა ბესოხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები, მაშინ როდესაც ეძინა თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ქონდა. ამ ზეწოლამ არაფერი ვერ გამოიღო, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად ასე ვთქვათ ანადგურებდნენ, ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და შემდეგ უკვე მოიფიქრეს ესეთი რამ, რომ დაავალა ალექსანდრე მუხაძემ ამ პატიმრებს, რომ უნდა ეთამაშა ბესოხარძიანს საკანში, ვითომ ეგრეთ წოდებული მაზიანი მოუგონეს და მოუწყვეს თამაში. ეს თამაში შედგა დიდი ხნის, ასე ვთქვათ, ძალდატანების შემდეგ, იმიტომ რომ ბესოხარძიანი ამაზე არ თანხმდებოდა. ითამაშეს და ესეთ რამეზე შეთანხმდნენ, რომ როდესაც გავალთ გარეთ თავისუფლებაზე ციხიდან, რესტორანში დავპატიჟებთ ერთმანეთს. ესეთი რამე, ასე ვთქვათ, გაითამაშეს, რომ მოკლედ დაიწყე ხა შენ საუბარი იმაზე, რომ ეს როგორც დაპატიჟება კი არ მოგიგია, ამ პატიმარს უთხრეს. მოიგე როგორც რესტორანი, როგორც ობიექტი. ანუ ყველა ეს შვებოდნენ იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, კუსპამდე მისულიყვნენ და ესე უთხრეს, რომ შენი ეგრეთ წოდებული მაზიანი, ეს მისატანი $800,000 გადაიბარა გიორგი უდესიანმა. გიორგი უდესიანის იმდროინდელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე ხვდება მამა ჩემს და პირდაპირ ეუბნება, რომ ამ პრობლემებს თვითონ მოგიგვარებს, გაიქცა საკნიდან, ეგრეთ წოდებული შემოწმება პროვერკას რო ეძახიან ციხეში. წინა დღეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ პატიმრებისგან, რომ თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, კუსტვის წილებს, პირდაპირ უთხრა უკვე აღარ უნდა მინიშნებები აღარ იყო, თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, დაგვემუქნენ გაუპატიურებით. რა თქმა უნდა, ხა 4 კედელში თავმოყარე კაცი როცა ზის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამის მოსმენა, უნდა გაქცეულიყო, ის იჯდა პირველ კორპუსში და ასე ვთქვათ დეპენკამდე, რაც ადმინისტრაციულ დეპენკა ქვია ადმინისტრაციულ შენობას, იქამდე უნდა ერბინა და დაახლოებით, რა ვიცი, რამდენი კაცის იჯდა 3,000 კაცი მოწმედ გაიხადა, რომ იყო ბესოხარძიანი, იყო კუსტვის მესაკუთრე, მას უპირებდნენ მოკლას და თავის ოჯახს, ასე ვთქვათ, უთვლიდა მოკითხვას. აი, ამ დონემდე მიიყვანეს კაცი. 20 აპრილს მოხდა ალბათ. 20 აპრილს მოხდა ამ წილების დათმობა. მამა ჩემის გარდა სხვა ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ წილები კუსტვაზე. კომპანიის არსებული წილები, მის ძმას გიახარძიანს, ბიძაჩემს გარეთ გაუსწორდა გიორგი უდესიანი, როდესაც ბიძაჩემმა მოთხოვა მას დახმარება, იმიტომ რომ იცოდა, რომ გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი სოდის ხელმძღვანელი დევი ჭელიძე. ეს კონსტანტინე ჯაფარიძე იყო ნოტარიუსი, რომელმაც დაჩქარებული წესით ამ წილების საქმეს, ასე ვთქვათ, საბუთები მოკრიბა, შეკრიბა და დაჩქარებული წესით გააკეთა ეს ყველაფერი. და სადღაც ეს არის უკვე 20 აპრილი, რაზეც ახლა მივსაუბრობ და ამ 20 აპრილს ხდება უკვე ამ ყველაფრის
ჩვენი ოჯახის მხრიდან დათმობა რა იწულებებსაც ქონდა ციხეში ადგილი. ადეიშულზე ლაპარაკობდა ჩემი კოლეგა და თქვენს ახსენეთ მანამდე და ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღეს იგივე ევროდერეფნებში რაღაც პატივით იღებენ და რჩევას ეკითხებენ რაღაც ადამიანის უფლებებზე. მე კარგად მახსოვს, სწორედ 2006 წელი იყო თუ არ ვცდები, როცა ტრაბახობდა, რომ 600 მილიონი შევიტანე წელს ბიუჯეტშიო, აი ესეთი მტაცებლური მეთოდებით. და როცა 600 მილიონი ბიუჯეტში შექონდა, იქვე უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე 600 მილიონი მათ ჯიბებში ნაწილდებოდა ის ზუსტად ისევე როგორც მამათქვენის წილები გადაუფორმეს ვიღაცებს. თემა იყო ესეთი 5 მილიონს თუ რაღაცა ზოგს 50000 ზოგს შეიძლება 10 მილიონი ეთყოდენ თუ არა რომ გადასახდელი გაქვს პირველივე ვარზე თანხა ორმაგდებოდა და მერე მთავრდებოდა საპრობილით და წამებით. თავისი ინტერესით მოქმედებდა თუ ვინმე იდგა მის უკან და ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის ინტერესი იყო ან ვიღაცა თანამდებობის პირებით. სასამართლო დადგენილებით არა, მაგრამ როცა ციხეში გირტყავენ, როცა სოდი წამალს გაყრის პირში, როცა სასამართლო და პროკურატურა 8 წელს გირჩის, ეს ხო ერთობლივად, ანუ ერთი ხელით მოდიოდა, რა თქმა უნდა. როცა უკვე გადახდილი აქვს 5 მილიონი. რამე იყო, რასაც თხოვდნენ და არ შეასრულა და ამიტომ მოხდა ფიზიკური ძალადობა ვარაისხევში, თუ უბრალოდ პირდაპირ ესე მივიდნენ და დაუწყეს ეს მოთხოვნა. ის ჩაუდეს ზუსტად რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა, ის დააბრალეს ყველაზე მეტად რაც ეზიზღებოდა და რაღაცა ასე ცირკში ამოგვაყოფინეს თავის. მოუწია თუ არა მას ამ თანხის ნაწილი ბანკიდან აიღო ან ცესხი გაეკეთებინა ან კრედიტი. გავსი გზა ხო არ მოუწია რომ გაეღო. როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს ციხიდან ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესოხარძიანმა მოახერხა რომ TBC ბანკიდან კონკრეტულად აიღო 100,000 დოლარი. Τι იყო განპირობებული ამ თანხის მოთხოვნა? ნახეთ როგორ არის, არ ვიცი, ალბათ თვლი და ის ადამიანი რომ ბესოხარძიანს მისთვის მისაცემი ქონდა ეს თანხა ან უბრალოდ გამოიყენა მისი პატიმრობა, ხო როგორ ვისაც არ უნდა კონდეს ჩემი ვალი, რომ გქონდეს უბრალოდ ჩემი ვალი, ან რაიმე თანხა გადასახდელი, პატიმარ კაცს და მის ოჯახს მე პირადად თანხას ვერ მოთხოვდა. მოთხოვეს კი არა კრედიტი გააღებინეს, თიბონც ეს ხდება, ეს არ მნიშვნელოვანია, ვისი ხელით ხდება. გიორგი უდესიანის გავლით ხდება. გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, მოდი კილერა დაუძახოთ, ეს კილერა იყო მაშინ და ეს კილერას გავლით ხდებოდა ბოლოს ეს ყველაფერი. რაც შეეხება წამებას, ეს კონკრეტული ორი ეპიზოდი, ამ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ხდებოდა მამათქვენის წამება ციხეში თუ რა იცით მისგან? ძირითადი მიზეზი იყო გიორგი უდესიანი, მას ჰქონდა ინტერესები კუსტის წილების. აი ეს იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი. რამდენად ჰქონდათ საშუალება მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ პაემანი ჰქონოდათ ოჯახის წევრებს? რა თქმა უნდა, ვარ შესული მამაჩემთან, ძალოვანი სტრუქტურიდან ჩვენი ახლობელი მოვიდა და იყო ესეთი ინფორმაცია, რომ პატარა ბესოც შეიძლება მიუსვან მამამის. მამაჩემა იქიდან ითხოვა, რომ ასე ვთქვათ, მე გავრიდებოდი ამ სიტუაციებს. რომ შეხვდით, რამდენჯერმე შევხვდიო? რა მეკითხრათ საყურადღებო? ვერაფერს ვერ გვეტყოდა, მამაჩემი ხო ხამ განახევრებული, გაჭაღარავებული, დათრგუნული იყო, აი იყო გატეხილი, ესეც ჯაჭვები ქონდა მომული, ისე გამოყავდათ. აი განსაკუთრებულად ეთყობოდა, რომ სხვა პატიმრებსაც არ ანახებდნენ ბესოს, რამოდენიმე კაცი დაყვებოდა. ერთ-ერთი პატიმრისგან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ბესო თურმე ხალხს ვერ ცნობს, იქ რაღაც გაბრუებული დადის, ვერავის ვერ ცნობს, აი რაღაც და მოკლედო იცოდეთ, თუ ქონდეთ ეს ინფორმაციაო, ალბათო წყალში რამეს ურევენო, ამას ახლა მე ვერ დავამტკიცებ, რომ მართა რამეს იქ უყრიდნენ, გადავაფორმეთ ყველაფერი და არ გავაკეთეთ ხო ოჯახმა, რომ რა თქვა თუ უკეთ ეგზნომას, როგორც პატიმარს თავი, მაგრამ ელემენტარულ კამერას ვერ უცვლიდით, ეს ფუფუნება იყო მაშინ. ცემის გარდა თქვენ ახსენებთ თქვა ფუქსი. დიახ. როგორ აღწერდა? ისე აღწერდა, რომ ეს არის რაღაცა, არ ვიცი, დაახუტათ ორ კედელს შორის დგახარ, მდგომიარე, ანუ ვერც ჯდები, ვერც წვები. აი ესეთი რაღაცა წამების თუ დასჯის საშუალება არის ეს ფუქსი. რამდენი ხანი ყავდათო, რა თქვით? ორი ღამე, რამდენად ორი ღამე ასე მდგომარეობაში. და 40 დღე შემდეგ უკვე სამარტო საკანში წყავდათ, მორგში წყავთ ჩაყვანილი. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. ერთი ღამე განათენები აქვს მორგში. საქართველოს გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრას
სადაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თქვენს მამას ბიზნესმენს მოსთხოვა ფულის გადახდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაემართებოდა უბედურება. ამ შეხვედრას ვინ ესწრებოდა თქვენი ინფორმაციით კიდევ? ნიკოლეიშვილი იყო ესეთი, ესწრებოდა. მაშინაც დეპუტატი იყო და ესწრებოდა, როგორც მამაჩემისგან ვიცი, არ ვიცი ქარცელაძეს ახსენებდა, ვინმე ქარცელაძეს ახსენებდა. ეს ქარცელაძე ცოტა ესე ვთქვათ ბოდიში გამოთქმის და ძველ ბიჭურად მიმართავდა მამაჩემს, რომ აიღეო ტელეფონიო და დარეკეო მოსკოვშიო და რეელმონიანთანო და გეტყვის ვინ ვარ მეო. ეს ქარცელაძე ამ ხდება პროკურორი, თავარი პროკურორის ოთახში ხდება. ქონებრივ ნაწილში დავა უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში აწარმოა თქვენმა ოჯახმა, თუმცა რასაკვირველია ქონებრივი უფლებების სრულად აღდგენაზე თქვენ კვლავ მუშაობთ. პროკურატურისა და გამოძიების ნაწილში დასრულებულია გამოძიება წამების საქმეზე და სასამართლოში განიხილება, ასევე არის მამა თქვენის უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლის ექსტრადიცია მოხდა უცხოეთიდან საქართველოში, მიმდინარეობს ამ პირის წინააღმდეგ ამჟამად სასამართლო პროცესი და პრაქტიკულად ამ ყოველივეთი დასტურდება ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ 17 წლის ასაკში იყავით, როდესაც დაიწყო თქვენი ოჯახის დევნა და უბედურების მცდელობა და სასამართლოში მოგიწიათ მთელი ახალგაზრდობის გატარება. მადლობით შემოვიფრაგლები, რომ ეს ინიციატივა და ეს კომისია შეიქმნა. არ ვართ შურის მაძიებლები, მაგრამ ჩვენ სიმართლის მაძიებლები ნამდვილად ვართ და ერთია ჩვენ რა გვსურს, მეორე არის კანონი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ქცევებს იმ სახელმწიფოში, რომელ სახელმწიფოშიც ჩვენ ვყოფებით და დღეს ამ ადამიანებმა, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ, კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი, ისინი უნდა იყვნენ მაგალითები, რომ ესე არ უნდა მოიქცეს სახელმწიფო თავიანთ მოქალაქეებს. ცნობილია თუ არა, რომ კუსტბის წილები ბესარიონ ხარძიანს თქვენი ოჯახის წევრმა გიორგი უდესიანმა ნომერ მერვე გლდანის დაწესებულებაში წამების გზით დაათმობინა. არა, ჩემთვის ცნობილი არ არის. რა გზით მოხდა ამ წილების დათმობა ბესარიონ ხარძიანის ნების საპირისპიროდ? უარწნები ბესარიონ ხარძიანის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ მას და სთხოვეს, რომ შეესყიდა ეშუამდგომლა უკრაინელ პარტნიორებთან და ეშუამდგომლა იმისთვის, რომ ის დარჩენილი წილები შეესყიდათ. 3 ინსტანციის სასამართლო შედგა, რომელმაც დაადასტურა, რომ ის მოცემული გარიგება, რომელზეც თქვენ ამბობთ, რომ ხარძიანები პირიქით იქით თხოვდნენ უდესიანს შეესყიდა წილები, იძულებით გარიგებად დახასიათდა, ეს გარიგება აღარ არის ძალაში. გაგებული მაქვს, რომ 3 ინსტანცია ის რა ვერცებით გაამართლა იყო ის რაღაც მომენტი და ეს წილების რეალიზაცია დასჭირდა, იმიტომ რომ ეს ამას ესწრებოდნენ ჩემს გარდა კიდე რამოდენიმე ისე რა ქვია ჩვენი საერთო ახლობელი. ვინ ესწრებოდა გვარები რომ გითხრათ? დემური ყაულიანი, კახა კურასპედიანი, სოსო ლიპარტელიანი. გიორგი ხარძიანი თუ ყოფილა რომელიმე მსგავს შეხვედრაზე, სადაც თქვენც ასევე ბრძანდებოდით? ერთხელ მახსოვს თითქოს. სად იყო ეს შეხვედრა, სადაც გიორგი ხარძიანი მონაწილეობდა? ოფისში ვიყავით, თუ არ ვცდები, მგონი თამარაშვილზე. ვისი ოფისი იყო ეს? გიორგის ოფისი იყო. შევედი ოფისში, იქ ვნახე და გამოვედი. გასაგები. მონაწილეობა საუბარში არ მიგიღიათ? არა. დაძაბული იყო ეს საუბარი? არა, არ მიგზნია, არა. როცა უდესიანი და ეს კურასპედიანი საქართველოში არ იყვნენ, მე მეკონტაქტებოდა. შეხვედრაზე, სადაც გიორგი ხარძიანი ნახეთ. რა ნახეთ კიდევ? ოფისში ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში. ბატონო ზაზა, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი, რომ ბატონ გიორგი ხარძიანზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა და მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე. ეგ არ ვიცი რა შეხვედრა იყო, უბრალოდ მე გავიგე ამის შესახებ გიორგისგან. ერთმანეთის ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ. მე დაიძაბა ეს რაღაც არ ვიცი, ალბათ 2 წელიწადში, შეიძლება 13-ში, შეიძლება 14-ში, არ ვიცი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ხარძიანი მაშინ
როდის გახდა კუსტბის კომპანიაში გიორგი უდესიანი ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი? ვერ გეტყვით, არ მახსოვს წლები, არ მახსოვს. თქვენთვის თუ არის ცნობილი, რომ გიორგი უდესიანის დავალებით გლდანის დაწესებულებაში ბესარიონ ხარძიანს სისტემატურად აწამებდნენ და სთხოვდნენ კუსტბის წილების გიორგი უდესიანზე გადაფორმებას. არა, ჩემთვის არ არის ცნობილი. ერთჩვენიერ დღეს გამოვიდა ბესარიონ ხარძიანი ციხიდან და აიქ აირია ურთიერთობები. რით ახსნით? რა მოხდა? არა, ნუ მას ხომ ისა რა ქვია, სატელევიზიო გამოსვლები ქონდა და ის ბრალსდებდა ისა გიორგის ამაში მონაწილეობაში ამ ციხის. თქვენ თავს არიდეთ ძალიან ბევრი კითხვას. იმიტომ რომ თქვენი ხავით ერთ-ერთი უახლოესი გარემოცვის წევრი უდესიანის. იმ ოფისშიც იყავით ხშირად, სადაც ჰქონდათ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და ამიტომ მე გთხოვდით, რომ მაქსიმალურად თქვენ გვიუპასუხოთ ჩვენ კითხვებს. პატიმრობის სასჯელს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი კითხვაზე პასუხის თავიდან არიდების შემთხვევაში. არ ვიცი, არ მახსოვს. თავიდან არ ვარიდებ, კალბატონთია. არა, გაითვალისწინეთ. იმდენი დრო არის გასული, თან მე პენდენციურ სამსახურში ვზივარ და აქ ადამიანს როგორც ისა მეტყველება დავიწროებული და ისა ისი აქ აზროვნებას, ისი აქ ისა მახსოვრობაც. ბადნოზაზა, საკანში ტელევიზორი ხომ არ გაქვთ შემთხვევით? დიახ. გააქვთ? ესე იგი, ბადნოზაზა, თქვენ თუ სამჯერადი კვება გაქვთ, მათ შორის ხორცის რაციონით. თქვენ თუ საკანში ტელევიზორი გაქვთ. თქვენ თუ საკანში 18 კვადრატულ მეტრში 4 პატიმარი ხართ ჯამში. თუ 9 საათი ხართ ჰაერზე. ბიბლიოთეკა გაქვთ და წიგნებს კითხულობთ და უმაღლესი განათლების მქონე პირი ხართ. რომელი მახსოვრობის დაქვეითებაზე და დაბლაგვებაზე მესაუბრებით, ხო არ იცით? რაც საპატიმროში ხართ, თქვენთვის შეურაცხყოფა ვინმეს მოუყენებია? არა. შეუგინებია? არა. დაურტყამს? არა. უცემი ხართ წიხლებით? არა. უწამები ხართ? არა. ხო, ბესარიონ ხარძიანმა ყველაფერი ეს განიცადა. ამიტომ გაეცით შეკითხვა დაისვა აქ წევრის მიერ კითხვას გაეცით პასუხი.